შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უარყოფს ფაქტს, რომ მან პოლიციელს დაარტყა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ამბობს, რომ თუ მას სამართალ დამცველს ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მზად არის ამისათვის პასუხიც აგოს. ცნობისთვის ის, ვინც კადრში ახლა ახალგაზრდა და პოლიციელს ურტყამს, სწორედ გია ბარამიძეა. არც ერთისთვის მე ხელი არ დამიტყია, ჯიკაობა მიდიოდა და ესე ასე ვთქვათ, ჯიკაობის პროცესი იყო, იმიტომ რომ ადამიანი მიყავდათ გულწასული და ვცდილობდით რომ ის არ გაგვეტანებია, იმიტომ რომ იმ ადამიანის დაპატიმრება მით უმეტეს დეპუტატობის კანდიდატის აბსოლუტურად ნახეთ ეს კადრები თქვენ ბატონო. არა, მე არ მინახია კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი ჯიკაობა იყო და ეხლა იქ ვინ ვისა ჯიკავებოდა, სამწუხაროდ ეხლა ვერ გავარკვე. ერთის მხრივ ამბობთ რომ პოლიციის მშენებლობა დაიწყეთ და მეორეს მხრივ გუშინ ხელი დაარტყეთ. არ დამირტყია თქო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიდიოდა თქო, თუ ჯიკაობა თუ მე დავარტყი, რათა ვარ შესაბამისი პასუხი ვაგო.